რაც დავიდით, იმაზეც ვაკეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოცოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. იაპონიაში გადაცემა. მაშასე ისევ ვაშა გადაცემა. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. ვაშა მეგობრებო, ვაშა. ამჯერად საგანგებო მიმართვით. პროჭორილური რეჟიმის ბოლო სათამაშო კანტორამ სახელად ანტიკორუფციული ბიურო ხიზლად მოქალაქეებს მიმართა მოწოდებით გამოავლინო და შეატყობინონ თუ თვლიან რომ მათ გარშემო დათარეშობენ უცხოეთის აგენტები. შედარებით ახალი თაობისთვის მიუთითა ელექტროდული მისამართი და ძველია ნაბოზარი ჩამშვებებისთვის როგორც ჩანს ეგრეთ წოდებული ხაზის ტელეფონი და ფიზიკური მისამართი, სადაც გატლეკელი კოდვერტით წერილი უნდა გაგზავნონ. ან დეპეშა, რა ვიცი. დეპეშებს საერთოდ იგზავნება კიდე. მოკლედ, იხვეწება ვინმე რაჟდენი. თქვენ ისეთები გამოავლინეთ, ვისაც დასავლეთი რუსეთს ურჩევნია და თვლით ჩამაბარეთ. დანაშაულს კი მე მოუძებნ და მივაკერებ თუ დამჭირდაო. ხო და მე ვიცი ასეთი. ცალკე პიროვნებებიცა და მათი ორგანიზებული ჯგუფიც ვიცი. მათი მეთაურიც ვიცი. მისამართის და სამომავლო დანაშაულებრივი განზრახვაც. ოღონდ იქიდან საათს ახლა ვარ, ელვადებეშა ცოტა ძვირი მიჯდება და საქმეს გაგეადვილებთ ბატონო რაჟდენ და ვიდეო მიმართვას ანონიმკას გამოგიგზავნით. თანდართული მტკიცებულებებით, სამტკიცები თქვენ სენაზე. Disclaimer-ი. რაც ქართულად ითარგმნება, მე არ თქვა არ ვიცოდიო. არაფერი, რასაც დღეს მოგახსენებთ, არ არის ჩემი მოგონილი. ანუ როგორც ბატონი ბორისი იყო და ფაბრიკირებული. ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გამოქვეყნებულია ქართულ და არაქართულ მედიაში. მაგრამ რეაგირება და გამოძიება იმდენად არასათანადო წარიმართა, რომ ძალიან ხშირ შემთხვევაში უფრო მეტი კითხვა დატოვა. დრაკი ზოგადად ქართული სამართალდამცავი სისტემა თქვენი რეჟიმის პირობებში ხასიათდება მაღალი დეანდობით პენტენციური დაწესებულებებისკენ გთხოვთ ყველა ეს ჩამოთვლილი შემთხვევაც შეისწავლოთ კორუფციის ან შესაძლო პოლიტიკური კორუფციის კუთხით და გამოიტანოთ სათანადო დასკვნები, რის შესახებაც აუცილებლად აცნობეთ საზოგადოებას. ამხანაგო რაჟდენ თქვენი ბიუროს მოწოდებაზეც გაცნობებთ, რომ ჩემთვის ცნობილი გახდა საქართველოში საერთაშორისო ქართულ-რუსული ჯგუფის მოქმედების შესახებ. ჯგუფი ხელმძღვანელობს საერთაშორისო ძებნილის ვ პუტინის იდეებითა და პოლიტიკით. ჯგუფს კავშირი აქვს საერთაშორისო ძებნილ ვ პუტინის ახლო გარემოცვის წევრ ოლიგარქებთან, რომლებიც სანქცირებულები არიან დასავლეთის მრავალი ქვეყნის მიერ. ამ ჯგუფის დამაარსებელი და სულისჩამდგმელია ვინმე ბ ივანიშვილი. საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის კანონმდებლობის დარღვევით, ერთდროს საქართველოს, საფრანგეთისა და რუსეთის მოქალაქე. აღნიშნული პიროვნება საქართველოსა და საფრანგეთის კანონმდებლობის დარღვევით ერთდროულად იყო ორ ქორწინებაში. 1991 წლის ოქტომბრიდან საქართველოსა და რუსეთის მოქალაქე ეხვედ ელიძესთან და 91 წლის ნოემბრიდან ასევე რუსეთის მოქალაქე იპავლოვასთან, რაზეც საფრანგეთში დაიწყო გამოძიება. სათანადო საბუთები ამ ყველაფერს თან ერთვის. Как можно жениться в Грузии, потом приезжать во Францию и жениться на мне? აღნიშნულ პიროვნებას ბ ივანიშვილს მისი ყოფილი კანონიერი მეუღლე იპავლოვა ადანაშაულებს დოკუმენტაციის გაყალბებასა და ქორწინების თაღლით ორ გაუქმებაში. სათანადო საბუთები თან ერთვის. И подписи там не мои, и даже, мне такое ощущение, что и даже не его подпись. Но в документе стоит, во-первых, такие факты, что по процедуре развода надо быть 3 раза в суде. Но по моим документам было видно, что 2 раза в суде кто-то играл меня, и 1 раз был в кабинете у адвоката, подписывал какой-то документ. То есть этого никогда не было. აღნიშნული სამმაგი მოქალაქე ბ ივანიშვილი არაფორმალურ სამყაროში სარგებლობს შემდეგი მეტსახელებით, ეგრეთ წოდებული კლიკუხებით. პელე, ექვთიმე, უდიდესი პანამელი ინვესტორი, დიდი მეცენატი, მონტე კრისტო, შვიდობის გარანტი, საპატიო თავმჯდომარე და სხვა. სათანადო საბუთები თან ერთვის. პელე ხარო გუნდში და არავის არ უნდა რომ პელე წავიდეს გუნდიდან. ახლა უკაცრავად ჩემს თავზე რო ესე ვსაუბრობ, მაგრამ აღნიშნულმა სამმაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა აღიარა, რომ წლების მანძილზე საეჭვო კავშირი ჰქონდა და საეჭვო კანონიერების ფინანსურ ტრანზაქციებს ახორციელებდა რუსეთის სპეცსამსახურების სულ ცოტა ერთი მაღალჩინოსნის ვ რუშაილოსა და მისი დანაყოფის სასარგებლოდ. აქვე მოგახსენებთ, რომ ვ რუშაილო 1999-დან 2001-მდე იყო რუსეთის შინაგან საქმეთა მინისტრი, 2001-დან 2004-მდე კი უშიშროების საბჭოს მდივანი. სათანადო საბუთები თან ერთვის.
აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა აღიარა, რომ იყო საეჭვო კანონიერების ფაქტობრივი შეთქმულების მონაწილე რუსეთში კონსტიტუციური წყობილებისა და თავისუფალი არჩევნების განხორციელების წინააღმდეგ. კერძოდ, იყო ეგრეთ წოდებული სემიბანკის შინაჯგუფის წევრი და აფინანსებდა პრეზიდენტობის კანდიდატად მისი ბ ივანიშვილის წამოყენებულ რუსეთის მოქალაქე ა ლებედს, რომელიც სისხლის სამართლის გამოძიების მასალების მიხედვით მხილებული იყო 1999 წლის 9 აპრილს თბილისში რუსთაველის გამზირზე მიმდინარე მშვიდობიანი აქციის სისხლიანი დარბების ორგანიზებაში. ასევე სამხედრო მდგომარეობისა და კომენდანტის საათის დაწესებისა და განხორციელების საქმეში, რის მსხვერპლადად იქცა 21 უდანაშაულო მოქალაქე. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა, როგორც ბანკ როსიისკი კრედიტის ხელმძღვანელმა, საკუთარ თანაშემწე დანიშნა საბჭოთა კავშირის ყოფილი მთავარი სამხედრო პროკურორი ა კატუცევი, რომლის მომზადებული საგამოძიებო დასკვნით 9 აპრილს თბილისში მიტინგის სისხლიანი დარბების მსხვერპლი თავად მშვიდობიან მომიტინგეებს დაბრალდა. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა, როგორც ბანკ რასიისკი კრედიტის ხელმძღვანელმა, თავის მოადგილედ ბანკის ვიცე-პრეზიდენტად დანიშნა რუსეთის კრიმინალური სამყაროს ერთ-ერთი გამორჩეული და ცნობილი თავკაცი ა ბიკოვი, რომლის სახელსაც ათობით შეკვეთილი მკვლელობა და სხვა უმძიმესი დანაშაული უკავშირდება. ა ბიკოვი ამჟამად 20 წლიან სასჯელს იხდის მკაცრი რეჟიმის კოლონიაში. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა, როგორც ბანკ როსიისკი კრედიტის ხელმძღვანელმა, ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე დანიშნა ყურადღება საფრანგეთის, ისრაელის, კანადისა და ანგოლის 4 მაგი მოქალაქე აგაიდამაკე, ვინც საფრანგეთის სასამართლომ დამნაშავედ ცნო ანგოლისთვის რუსული იარაღის უკანონო მიყიდვაში და 6 წლიანი პატიმრობა მიუსაჯა. სათანადო საბუთები თან ერთვის. Deal with Angola and found a supplier, Russian-born Israeli businessman Arkady Gaidamak. აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა 2012 წლის არჩევნებში ჩართვისა და რუსული ბიზნესიდან ვითომ გარიდების ყალბის სურათის შექმნის მიზნით სააფთიაქო ქსელი დოქტორ სტოლეტოვი მიყიდა ვ პუტინის უახლოესი მეგობრისა და სანდოპირის რუსეთის ფედერაციის საბჭოს თავმჯდომარის ვ მატვიენკოს შვილს ს მატვიენკოს, როგორც საჯარო წყაროები და ვიცით საბაზროზე გაცილებით მაღალ ფასად, რაც თავისთავად საერთაშორისო აფიორისა და ოკუპანტი რუსეთის ხელისუფლების მიერ ქართულ არჩევნებში ჩარევისა და დაფინანსების საფუძვლიან ეჭვს აჩენს. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნულმა სამაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა ამ მომრჩევლის манипуляციის მიზნით გამოიყენა ეგრეთ წოდებული ციხის კადრები, რომელთა სიყალბე და ინსცენირება მრავალმა ავტორმა აღიარა. თქვენ კარგად მოგეხსენებათ ციხის კადრები, ამ ციხის კადრების ერთ-ერთი გამომტანი და კიდე ბჭყალებში ვიტყვი იმ ცოცხლების ზღაპარის ერთ-ერთი შემოქმედი ვიყავი მე. ინსცენირებაში ნების საწინააღმდეგო ჩართული იყო ფსიქიკური პრობლემების მქონე პატიმარი. მონაწილეთა დიდმა ნაწილმა მიიღო სოლიდური ფინანსური დივიდენდი. ბ ივანიშვილმა კი ვიდეო კადრები დოკუმენტურად გაასაღა და მიიღო სოლიდური პოლიტიკური დივიდენდი. სათანადო საბუთები თან ერთვის. მე არასდროს არც ერთ ინტერვიუში არ მithქვამს, რომ იმ სცენაში, სადაც ცოცხი ფიგურირებს, ეს არის გაუპატიურება ცოცხით. ეს იყო დაცინვა პატიმრის, ეს იყო ფსიქიკურად დაავადებული პატიმარი და მას დასცინოდნენ.
ჩემს ვერცერთ ინტერვიუს ვერ ნახავთ, სადაც მე ვამბობ, რომ ცოცხით იმ ვიდეოში მოხდა გაუპატიურება. ცოცხი ფართოდ გავრცელებული საგანი იყო პატიმრების შეურაცხყოფის. აშიშვლებდნენ ნაცემ პატიმრებს, ვინც თანამშრომლობაზე ხელწერილს არ წერდა, ადმინისტრაციაში შეჰყავდათ და უნიტაზში ამოვლებული ცოცხით ქურდად ნათლავდნენ. ამ განცხადებას ბედუკიძე პრაიმ ტაიმისთვის მიცემულ ინტერვიუში აკეთებს. აღნიშნულმა სამმაგმა მოქალაქე ბ ივანიშვილმა ბოროტად გამოიყენა რა პოლიტიკური გავლენა. ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ დაიწყო მისთვის მიუღებელი ოპონენტების დევნა და დაპატიმრება, რაზეც სხვასთან ერთად არსებობს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოს დადგენილებები. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის მიერ პრემიერ-მინისტრის თანამდებობის დაკავების შემდეგ ძალიან უცნაურად დაიწყო ქართული სპეცსამსახურებისა და არმიის ოფიცერთა დევნა. მხოლოდ ეგრეთ წოდებული კოდორის ოპერაციის მონაწილეთაგან დღეისათვის საეჭვო ვითარებაში დაღუპულია 9 ოფიცერი, ვისაც რუსეთი თავისი დივერსანტების სიკვდილისთვის დევნიდა. არც ერთ შემთხვევაში ეფექტური გამოძიება არ ჩატარებულა. სათანადო საბუთები თან ერთვის. აღნიშნული სამმაგი მოქალაქე ბ ივანიშვილი სავარაუდოდ ბოროტად იყენებს თავის პოლიტიკურ გავლენას და საკუთარ პოლიტიკურ გუნდთან ერთად აქტიურად ეხმარება რუსეთს სანქციებისთვის თავის არიდებაში. სათანადო საბუთები თან ერთვის. დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის ორგანიზებით. საქართველოს სავარაუდოდ ჩართულია არა მხოლოდ რუსეთში იარაღისა და ორმაგი დანიშნულების საკონლის შეტანის სქემებში, არამედ სანქცირებულ რუს ოლიგარქებთან თანამშრომლობს უკრაინის მოპარული მარცვლეულისა და რუსული ნავთობპროდუქტების მსოფლიო ბაზარზე გატანის მაქინაციაში. რის დამადასტურებელ ინფორმაციასაც მსოფლიო მედიაში ბევრ შეხვდებით. სათანადო საბუთები თან ერთვის. Там Давид привезет, ну ты видел, Али, там Да. Узденов, по поводу зерна, она интересная и тебе, и прочее. Но если ты в это дело впишешься, я пойду на это дело. Окей. დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის პარტიამ ქართულმა უცნებამ ვერ გაართვა თავი ძალიან ბევრ კრიზისულ ვითარებას, რასაც მრავალი ადამიანის სიცოცხლე შეეწირა. ამ მხრივ გამორჩეულია 2015 წლის 13 ივნისის წყალდიდობის დროს გამოვლენილი მართვის უუნარობა, რასაც 19 ადამიანი ემსხვერპლა, მათგან 6 დღემდე უგზო-უკლო დაკარგულად ითვლება. ბოლო მსხვერპლი გახდა მამაკაცი, რომელიც დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის კუთვნილ შენობაში ვეფხმა რამდენიმე დღის შემდეგ დაგიჯდა. სპეციალისტების განმარტებით, ღამით ადამიანების გადარჩენა შეიძლებოდა ბ ივანიშვილისთვის სახელმწიფო ბალანსიდან გადაცემული ვერტმფრენებით, მაგრამ გადაწყვეტილება არავინ მიიღო. სათანადო საბუთები თან ერთვის. 2 საათი უყურეთ, ერთი ვერტალი ოცნებობდი რა შეიძლება ქალაქში იყოს. ვერტალი ოცნე ესვლა, არაფერი პრობლემა არ იყო აბსოლუტურად. ცუდი ამინდი იყო და ცუდი არ იყო ცუდი ამინდი. ცუდი იყო წყალდიდობა თუ და წყალდიდობის დაწყებამდე იყო საშინელეცობა და წყალდიდობა რო დაეწყო, იცუმა შეწყვეტილი უღუგა. მსგავსი უუნარო მართლობა გამოვლინდა 2023 წელს შოუში მომხდარი ტრაგედიის დროსაც, როდესაც არავინ გააფრთხილა დამსვენებლები სტიქიის მოახლოების შესახებ. ასევე არავინ იზრუნა მადროულ ევაკუაციაზე. შედეგად დაიღუპა 33 ადამიანი, მათ შორის ბავშვები. სათანადო საბუთები თან ერთვის.
დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა თავიდანვე წაახალისა ქსენოფობიის, პოლიტიკური შეურგებლობისა და უამრავი სხვა ფორმის დისკრიმინაციის გამტარებელი ჯგუფები. ამ ჯგუფების ნაწილი ძალიან საეჭვო მანიპულაციებით შეიყვანა პარლამენტში. ნაწილს კი დღემდე იყენებს ქუჩის აქციების მასობრიობის სურათის შესაქმნელად და არასასურველი ჯგუფებისა თუ პირების წინააღმდეგ ფიზიკური ანგარიშსწორებისთვის. ამის მაგალითი იყო დარბევა პარლამენტის ბიბლიოთეკასთან 2013 წლის 8 თებერვალს, დარბევა თბილისში 2013 წლის 17 მაისს, დარბევა კორცხელში 2016 წელს, დარბევა თბილისში 2021 წლის 5 ივლისს, რომელსაც ოპერატორი ლექსო ლაშქარავა შეეწირა და სხვა მრავალი. ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორთაგან დასჯილი არავინაა. შემსრულებლებიდან კი მხოლოდ რამდენიმე მიიღო სიმბოლური დანაშაულთან სრულიად შეუთავსებელი სასჯელი. სათაანდო საბუთები ამ ყველაფერს თან ერთვეს. დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის მიერ დამყარებულმა რეჟიმმა მიანიჭა პოლიტპატიმრის სტატუსი და ციხეებიდან სრულიად გაათავისუფლა ასობით ადამიანი. მათ შორის რუსეთის მხილებული ჯაშუშებიც. რუსი უფლებადამცველები საქართველოში საბუთები თან დასახელებულ სამმაგ მოქალაქე ბ ივანიშვილთან დაკავშირებულმა ბიზნეს სტრუქტურამ მატერიალური სარგებლის მისაღებად ააფეთქა საკტრისის მაღარო, რომელიც საერთაშორისო ცნობილი მრავალი მეცნიერის აზრით მსოფლიოს პირველი ოქროს საბადო იყო და კულტურული მემკვიდრეობის ძეგლად უნდა გამოცხადებულიყო. სათაანდო საბუთები თან დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის ხელისუფლებამ დაიწყო საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის საკუთარი პოლიტიკური ამოცანებისთვის გამოყენება ნებისმიერი პოლიტიკური და კრიმინალური მეთოდით. მათ შორის გამორჩეულია ციანიდის საქმე, რომელთაც დეკანოზ მამალაძეს დაუსაბუთებელი და სრულიად აუხსნელი დანაშაულისთვის მიუსაჯეს ხანგრძლივი პატიმრობა. ეს კაცი ციხეში დაინვალიდა. ასევე ეგრეთ წოდებული სუსის ფაილების ვითომ გაჟონა, რომელიც აღწერს სასულიერო პირების პირად ცხოვრებას და ძალიან დიდი ალბათობით გამოიყენებოდა და დღესაც გამოიყენება შანტაჟისთვის. სხვათა შორის, ამ საქმეში დაზარალებულად თქვენი მონამორჩილი და კიდევ 40-მდე ჟურნალისტია ცნობილი. მაგრამ როგორც თქვენ არ გაგიგიათ არაფერი გამოძიების შესახებ, ისე მე ასვებს. სათაანდო საბუთები თან ერთვეს. ხო მართლა ჟურნალისტებზე 2012 წელს დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის კოალიციის გამარჯვების მომენტისთვის საქართველოს 62 ადგილზე იყო მსოფლიოს სიტყვის თავისუფლების ინდექსში. მისი მმართველობის 12 წლის განმავლობაში ვითარება იმდენად გაუარესდა, რომ საქართველო 114 ადგილამდე ჩამოქვეითდა და განაგრძობს დაღმასვლას. ამის ნათელი მაგალითებია რუსთავი 2-სა და მთავარი არხის საქმეები, სადაც ხელისუფლებას დაინტერესება და მონაწილეობა არასოდეს დაუმალავს. ნათელი მაგალითია ციხეში მჯდომი მზია ამაღლობელი და რა თქმა უნდა რუსული კანონი, რომლის გამკაცრებასაც რუსული სცენარით მუდმივად განაგრძობს სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის რეჟიმი. სათაანდო საბუთები თან ერთვეს. დასახელებული სამმაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის მმართველობის სტილი გამოირჩევა ადამიანების პირადი ინფორმაციის მოპოვების არნახული მასშტაბით, რასაც ბ ივანიშვილი და მისი გუნდი პოლიტიკური და ფინანსური მოგების მისაღებად იყენებს. პოლიტიკური ძალა, რომელმაც მმართველობის პირველ ხანებში მოაწყო პირადი ცხოვრების ვიდეო კადრების საჩვენებელი განადგურება, მთელი ამ წლების განმავლობაში უთვალთვალებდა და დღემდე უთვალთვალებს საკუთარ წევრებსაც და მინისტრებს, პარლამენტის კომიტეტების თავმჯდომარეებს. ამათგან სასამართლოსთვის მიმართვის გამბედაობა მხოლოდ ერთეულებს ეყოთ. გავრცელებული ცნობებით პირადი ცხოვრების შესახებ ინფორმაციას ბ ივანიშვილი პირადად ინახავს სეიფში. სათაანდო საბუთები თან ერთვეს.
დასახელებული სამაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდი ხასიათდება მრავალი გახმაურებული და გაუხსნელი საქმით. მათგან უპირველესად გამოსარჩევია მკვლელობები და თვითმკვლელობებად გასახებული სიკვდილის შემთხვევები, რომლებიც ძალიან ბევრ კითხვას ტოვებენ დღემდე. საკმარისია დასახელდეს ბარბარე რაფალიანცის სიკვდილი არჩევნების ზუსტად წინაღამით, რომელიც ქართულმა ოცნებამ მაშინ ნაციონალური მოძრაობის კანდიდატს დააბრალა, მაგრამ არასოდეს არაფერი არ გამოიწია. ეროსი კიცმარიშვილის, იური ვაზაგაშვილის, ბესარიონ ხარძიანის, სამსონ ქუთათელაძის, ნიკოლოზ კვარაცხელიას, ლევან კაჭარავას, თამარ ბაჩალიაშვილისა და უამრავი სხვა საქმე. სათაადო საბუთები ამ ყველაფერს დანერთვის. დასახელებული სამაგი მოქალაქის ბ ივანიშვილის პოლიტიკური გუნდის მმართველობის პერიოდი ხასიათდება საქართველოს საგარეო პოლიტიკური ვექტორის რადიკალური, პრაქტიკულად 180 გრადუსიანი შებრუნებით. ამის შედეგი გახდა დასავლეთის ქვეყნებთან და ალიანსებთან ურთიერთობის რადიკალური ეროზია. თანამშრომლობა ევროკავშირთან და ნატოსთან, რომლებშიც გაწევრიანებაც ქართული ოცნების ხელისუფლებამ 2020 წლის წინა საარჩევნო ფანდად გამოიყენა და კონსტიტუციაშიც კი ჩაწერა, დღეს არის გაყინული. ევროპული ქვეყნების საელჩოები ერთმანეთს მიყოლებით დღესაც ავრცელებენ გაფრთხილებებს საკუთარი მოქალაქეებისთვის, რომ მათთვის საქართველოში მგზავრობა შეიძლება რისკის შემცველი იყოს. 2024 წლის არჩევნების ოფიციალური შედეგები და მასში ბ ივანიშვილის გუნდის გამარჯვება კი კვლავაც უღიარებელი რჩება დასავლელი პარტნიორების ძალიან დიდი უმრავლესობისთვის. სათაადო საბუთები დანერთვის. დასახელებული სამაგი მოქალაქე ბ ივანიშვილი 2024 წლიდან შეტანილია შეერთებული შტატების სანქციათა სიაშზე, რაც განსაკუთრებით არის ხაზგასასმელი. მისი სანქციების საფუძვლად დასახელებულია შეერთებული შტატების პრეზიდენტის აღმასრულებელი განკარგულება, რომელიც მიმართულია რუსეთის მავნე ზეგავლენის აღსაკვეთად. ამ განკარგულებით შეზღუდვები უწესდებათ პირებს, ვინც ციტატა ხელს უწყობენ მნიშვნელოვან ტრანზაქციებს რუსეთის ეკონომიკაში ან მხარს უჭერენ ქვეყნის სამხედრო სამრეწველო ბაზას. გარდა ამისა, სანქციები წესდება იმათ წინააღმდეგ, ვინც ციტატა ერევიან შეერთებული შტატებისა თუ სხვა უცხოური მთავრობების არჩევნებში. ასევე ძირს უთხრიან დემოკრატიას შეერთებულ შტატებსა თუ საზღვარგარეთ. ციტატის დასასრული. სათაადო საბუთები დანერთვის. Disclaimer ნომერი 2. ამხანაგურაჟდნენ, როგორც მოგახსენეთ, ეს ყველაფერი წლების განმავლობაში გამოქვეყნებულია ქართულ და არაქართულ მედიაში. Postscriptum. ამხანაგურაჟდნენ, თქვენი მოწოდების შესაბამისად ვიდეო მიმართვით. მოგაწოდეთ დასახელებულ თუ დაუსახელებელ პირთა ან პირთა ჯგუფის სავარაუდოდ დანაშაულებრივი საქმიანობისა და უცხო ქვეყნის აგენტობის მამტკიცებელი საბუთების ერთი ნაწილი. სურვილი შემთხვევაში მზად ვარ. მეტ ინფორმაცია მოგაწოდოთ დასახელებული სამაგი მოქალაქის ძირგამომთხრელი საქმიანობის შესახებ. გთხოვთ განიხილოთ ჩემი საჩივარი. მაქსიმალურად მჭიდროვადებში მოახდინოთ სათანადო რეაგირება და გატარებული ღონისძიებების შესახებ აცნობოთ საზოგადოებას. მარა თქვენი აქტიური მოქალაქე. Postscriptum. ჩემო რაჟდენ. მინდოდა მეთქვა ვილნიუსში კაი რესტორანი ვიცი, ამ დღეებში ჩაუждეთ და გული გადაუშალოთ ერთმანეთს მეთქი. მე პატიჟებ თქო, მაგრამ ახლა გავიგელიეთ უას დაუსანქცირები ხარ. ჩერეს უნგრეთ თუ შემოხვალ შენგენში, ხო კაი, თუ არა სხვა დროს იყოს. უჩემოთაც ბევრი საქმე გაქვს ალბათ. ეს იყო ვაშე გადაცემის სპეციალური გამოშვება. თენგიზ გოგოტიშვილთან ერთად. რაც დავიდით, იმაზეც ვაგეთებ და იმაზე მოკლედ დროში. შეიძლება მართლაც ევროპაც გავავოთ. Поздравляю весь личный состав. კარგი მანევრია ძალიან. Я помню, ваше გადაცემა.